მოგესალმებით, ხალხო, მოგესალმებით, გულწრფელად გეუბნებით და ჩემთვის მოულოდნელი იყო და სასიამოვნო მოულოდნელობას ავაზდი, რომელიღაც არცე, სადაც იაგო ხვიჩია კატეგორიულად მოითხოვდა City Park-ის კრეტინიზმის ალაგბას. და აგერ გახლავთ ბატონი იაგო ჩვენი სტუმარი, მართა გეუბნები ჩემო იაგო, რომ აი უკვე ხალხი ისე შევეჩვიეთ, აი ამ სისულელია, რაც საქართველოში ხდება ამ City Park-თან დაკავშირებით, აი როგორ გითხრა რა დევი რო იყოს და წყალს რო გიკეტავდეს სოფელში ძველი ზღაპრები რო აქ ისეთი არა ვეგუებით ყველა მე მახსოვს ეს ჩვენი ბედოვლათი ქალაქის მერო იფიცებოდა რომ City Park-ს ავლაგბო რა ალაგბო ბაიამობენ და გულაობენ და ძალიან კარგი ქენეთ გულწრფელად გეუბნები გირჩის ყველა აქტივისტმა რომ ესე სასიამოვნო ესე თქვა რა ვიცი პერფორმანსი მოუწყვეთ ამ City Park-ს რა ვიცი, მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ, ეს მართა მნიშვნელოვანი და ეს შევეჩვევთ მართა უკანონობის ზემს უყურებთ რამდენი წელია. თუ არა ვწდებით, თქვენ თვითონ დღეს აღნიშნეთ, რომ 10 წლის თავიაო ქალაქს დევი შეეჩვია, ისე არის ეს ჩვენი საბჭოთა City Park-ი. თან ებრაული ფესვებით. მადლობა რომ ეს პერფორმანსი შემოგთავაზე და აი როგორ აპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას. მოგესალმებით, დავით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენს მოყურებელს. ყველა წესიერი მძღოლი თქვენ მხარეს იქნება. მოდი ესე ვთქვათ, 10 წელი სრულდება მართლა წელს 2007 წლის დეკემბერში დაიდო ეს ხელშეკრულება City Park-თან. 200 მილიონი ხო აქვს წაღებული უკვე. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ იქნება გამომდინარე რომ არ არის გასაჯაროებული როგორც ვიცი, მაგრამ 200 მილიონი ანუ დაახლოებით ეს თანხა იქნება, მე რო არ მინდა ჭორაობა არ მინდა გამომივიდეს და ამიტომ მხოლოდ პროგნოზები და რაღაც ვარაუდები შემიძლია ვთქვა. და საშუალო კოეფიციენტის გამოყვანა შეიძლება წელიწადში ბიუჯეტს ისე მერიას აქვს 40%, 60 იმათ აქვს. მერია რასაც იღებს, იმის გადათვლით 60% დავადგენდა. სხვადასხვა წლების მიხედვით სხვადასხვა იყო. კოეფიციენტის გამოყვანა შეიძლება. ხო, ნუ ალბათ დათვლაში საძლებელია თუ ინფორმაცია სულ. მე დავთვალე სანამ თქვენ მოხვიდეთ, მე მგონი წმინდა მოგების სახით ამ ურთქება 200 მილიონი გაიტანეს აქედან. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად City Park-ი იქცევა ყაჩაღივით, ჩვენ თოფიანი ყაჩაღივით და მას არ ახასიათებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, სახელმწიფო ორგანოსთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშან-თვისება. გარდა იმისა, რომ ადამიანებს აჯარიმებს. ამის გარდა სხვა არც ერთი ნიშან-თვისება, მაგალითად ის, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა იყოს კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული და მისი მთავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ადამიანები გაწესონ. ადმინისტრაციული თავის ფუნქციებით ეს არის ადმინისტრაციული ორგანო. აი, უკანონოდ მოხდა გადაცემა კერძო სტრუქტურისთვის ის რისი მონოპოლისტის სახელმწიფოა. ხო, ნუ ადმინისტრირება მაგის კანონიება არაკანონიერების სახელმწიფო შევიდეთ. არა ეს ამ თავარი კონსტიტუციური ცვლილება მოაწყეს ფაქტიურად, რომ აი მონოპოლია სახელმწიფოზე არის ჯარი, პოლიცია და ეს სწორედ ადმინისტრაციული სასჯელები. ეს სამია, ხერხემალი, ესაა ხელისუფლების კონკრეტული ბერკეტი, ესაა. აი ეს ერთ-ერთი უკანონოდ გადაეცა კერძო კანტორას. ხო ესეა. ხო, ნუ მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაეცა მონოპოლიურად ერთადერთ კომპანიას თბილისში, ხო, შესაბამისად უკანონოდ, იმიტომ რომ ჩემი აზრით არც ერთ შემთხვევაში გადაცემაც რო ყოფილიყო, ეს არ უნდა გადაცემოდა ერთ კომპანიას, უნდა გადაცემოდა თუ გადაეცემოდა რამდენიმე კომპანიას და უბრალოდ მათ შორის კონკურენცია გვაჩვენებდა იმას, რომ აი ამას არ მივიღებდით ამ სიგიჟეს, რაც ახლა ქალაქში ხდება. რისი თქმა მინდა უბრალოდ ბატონ დავით, ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადად ახასიათებს, მაგალითად რატომ აქვს დაჯარიმების ფუნქცია სახელმწიფოს? აი რასაც თქვენ მზადებდით წერა. მონოპოლია მათი. ხო, სახელმწიფოს ეს აქვს იმის გამო კი არა რომ ფული იშოვოს ჯარიმებით, არამედ იმის გამო რომ მოაწესრიგოს კონკრეტული დარგი, კარგად თუ ცუდად ამ ჯარიმების და ამ კონკრეტული ინსტრუმენტების მეშვეობით. City Park-მა ეს ფუნქცია მიიღო არა რამის მოსაწესრიგებლად, არამედ ფულის საშოვნელად და ფულის საშოვნელად, მე ფულის შოვნაში არაფერი ცუდს ვერ ვხედავ ზოგადად, როცა ამას შოულობს ის სუბიექტი ვინც უნდა იშოვოს და შოულობს ისე როგორც ნორმალურ საზოგადოებაში თამაშის წესებით არის დადგენილი. მაგრამ City Park არის ორგანიზაცია, რომელიც ამას არ შოულობს პატიოსანი თამაშის წესებით. ის სარგებლობს სახელმწიფოს მიერ ექსკლუზიურად და როგორც თქვენ მზადეთ, უკანონოდ ჩაგდებული უფლებამოსილებით და ამ უკანონო უფლებამოსილებას ასევე ამატებს თავხედობას, მაგალითად მე კონკრეტული მაგალითები შემიძლია ვთქვა თავხედობის, მაგალითად თქვენ თუ დაჯარიმდებით 10 ლარით, City Park-მა შეიძლება ჩააბაროს ვიღაც სხვა არა თქვენს ოჯახის წევრს, არამედ სულ სხვა ადამიანს და თქვენ ვერასოდეს გაიგოთ იმის შესახებ, რომ დაჯარიმებული ხართ, მანამდე სანამ თქვენს ყველა ანგარის ყადაღა არ დაედება და ბანკის აღმასრულებელი
აღმასრულებელი ორგანოს აღმასრულებელი გეტყვით, რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ 190 ლარი. ანუ 10 მე პირადად 4-ჯერ გადავიხადე 100. ანუ როცა მივედი სიტიპარკში ამბავის გასარკვევად, ანუ რატომ მახდევიებთ ამას? ხო ხვდებით, რომ იმ მისამართზე სადაც მაბარებთ, მე არ მბარდება. ჩემი არც ერთი ოჯახის წევრი იქ არ ცხოვრობს. მე იქ არ მიცხოვრია 10 წელია. 4-ჯერ გადავიხადე 200 ლარი. როგორ შეიძლება თქვენ მე მითხრათ, რომ მე ამას სპეციალურად ვაკეთებ? ანუ სპეციალურად ვარ გიჟი და ვიხდი ამდენ ფულს. ანუ ამ სტილით ეს არის ერთი ნაწილი მისი საქმიანობის, ხოლო მეორე ნაწილი არის მანქანების მოტაცება. თქვენ იცით, რომ მოგეხსენებათ კანონში წერია, რომ მანქანის გადაყვანის უფლება სიტიპარკს აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ეს მანქანა აფერხებს უკანონო ადგილას დგას, თან ამავდროულად კუმულატიურია ეს ორივე ერთად უნდა იყოს. აფერხებს მოძრაობას ან ქმნის საავარიო სიტუაციას. სიტიპარკი უბრალოდ ისეთ ადგილას, სადაც გაჩერება არ არის, დაინახავს მანქანას, ანუ ადამიანი მაგალითად მაღაზიაში შევიდა რაღაც საქმებლად უჭირდება ზუსტად 2 წუთი, შეჩერებაა ფაქტობრივად ეს კანონი მიჯნავს შეჩერებას და გაჩერებას მისი წუთების მიხედვით, მოვა სიტიპარკი დაავლებს სტაცებს ხელს და მიაქვს. პატრონმაც რომ მოუსწროს, ამ მანქანას არ უტოვებენ. არ და კანონში პირდაპირ წერია, თუ პატრონი იქ არის, მოვიდა. მაშინ არ უნდა გადაიყვანოს. ანუ მიუხედავად ყველაფრისა, სიტიპარკი არ ღვევს ამ კანონმდებლობას. ფეხებზე კიდია რა წერია კანონში და ამას მე ჩემს მოსაზრებას კი არ გეუბნებით. ბევრჯერ გასაჩივრდა სასამართლოში დავების სიტიპარკის წინააღმდეგ. სიტიპარკი მასობრივად აგებს ამ დავებს, მაგრამ ხვდება რომ მე და თქვენ არა გვაქვს ნერვები იმისი, რომ ყველა საქმეზე რაცა დაგვაჯარიმებენ, უკანონოდ თუნდა წავიდეთ სასამართლოში გავასაჩივროთ. სასამართლოში გასაჩივრება ჯდება ძვირი, უფრო ძვირი ვიდრე ჯარიმის გადახდა. ეს იცი სიტიპარკმა. წაგების შემთხვევაში სიტიპარკი არ კარგავს არაფერს. ანუ თქვენ რაც გადაუხადეთ, იმ ფულს დაგებრუნებთ უკან. ამიტომ შეგნებულად მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს პრეცედენტი არის სხვანაირი, ფეხებზე კიდია აბსოლუტურად რას ამბობს საქართველოს სასამართლოები და აგრძელებს ყაჩაღობას. აი ეს სიტუაცია გვაქვს დღეს და სწორედ ამის გასაპროტესტებლად იყო პროფესი კარგია, როგორც იურის გეკითხა, როდის მე ხო უნდა დამთავრდეს ეს? ჩვენ შევთავაზეთ დღეს კონკრეტული გზა, ბატონ დავით ხელისუფლებას, ანუ მარტო რაღაც არ გაგვიპროტესტებია, ამავდროულად შევთავაზეთ გზა. აი სხვა ამით გამოირჩევის ხებისაგან. რა შეესთავაზეთ? ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას გზა, რომელზედაც ჩვენ ვაგებთ პასუხს, რომ ასეთი გზის შემთხვევაში ფაქტობრივად ერთი თვის მერე ჩვენ აღვირახსნილი სიტიპარკი არ გვეყოლება. რა გზა არის ახლა ეს? რა სიტიპარკი გარდა იმ ხელშეკრულებისა, რაც მას მე ესთან აქ დადებული, იყენებს ამ თავის ყაჩაღობაში იყენებს საქართველოს კანონმდებლობის მუხლებს. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ სიტიპარკს აქვს უფლება გადაიყვანოს მანქანას, ლაცოს ხელით წაიყვანოს. რაღაც გარემოებების პირობებში, მაგრამ ის გარემოებები სიტიპარკს ფეხებზე კიდია, როგორც წეგან გითხარით. თუ ჩვენ კანონში ჩავწერთ, რომ სიტიპარკს მანქანის გადაყვანის უფლება არ ექნება პატრულის თანხმობის გარეშე და პატრული მოგეხსენებათ ყოველ წუთას ყველა ქუჩაზე დადის, თუ სიტიპარკმა დაინახა გადასაყვანი მანქანა შეუძლია დაარეკოს, თუ პატრული დაინახავს, რომ ქმნის ეს მანქანა საავარიო სიტუაციას, ან თუ პატრული დაინახავს, რომ ეს საცობს ქმნის ეს მანქანა, მაშინ მას მისცეს ნება სიტიპარკს მანქანის გადაყვანის. ანუ პატრულმაც აიღოს პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ქმედებას. ხო, დღეს ახლა პატრული ასამოს, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ, მაგრამ რა ვქნათ ამ სიტიპარკს ვერაფერი ვერ უშველეთ. მერიამ ვიმუშავეთ, მაგრამ არა სინამდვილეში ნაშველი იქნება. როგორც კი ეს ფუნქცია მას მოაკლდება, ვერც ერთ მანქანას სიტიპარკი ვერ გადაიყვანს. მეორე გზა უკანონო დაჯარიმებები, რაც უკანონო საურავის გამოწერა 10 ლარის მაგივრად, რომ 190 ლარს გვახდებინებენ. რა ხდება მან და რა არის გამოსავალი? ერთ მაპატერა დიდი ბოდიში ახლა შესვენების დროსაც მოგიყევი და მით ერთი საბჭოთა სუბიექტს აი ამ სიტიპარკს ბათუმში მივდიოდი სადგურთან თოვლი იყო რომელიღაც ვიწრო ქუჩაზე და დავაკვირდი რა არ იყო არის მეთქა და არც კახაზული იყო დავაყენე და თოვლი იყო იცი დილას რო წავედი თოვლი იყო საღამოს მატარებლით ჩამოვედი და ეს სველი კახადი არაფერი არ ემჩნეოდა თოვლში ის კი ჩადეს არც ნომერი ჩადა ვერაფერი ვერ მივხვდი იქ რა იყო აი ესე თოვლში ჩადებას ანუ რა არის იცი ვიზამართი ჩემი მანქანისი ნომრით ხო შეუძლიათ იქ გამომიგზავნო ნიკაი მანქანის შუშის იმაში რატო დებენ ამ ქაღალდს ეს ხო იდიოტობაა თან ეს ქაღალდის ჩადება არ ითვლება ოფიციალურ ჩაბარებად ამიტომ ასაც კარგავს ამ თვალსაზრისით რაღაც მომენტში ანუ რაღაც აზრი შეიძლება გქონდეს რომ თქვენ შეიძლება ზოგჯერ ნახოთ და ზოგჯერ როგორც თქვენ მძალე წაშლილი დაგვხვდეთ და ვერაფერი ვერ გაიგოთ სველი იყო არაფერი არ აჩანდა ხო თუმცა ამ დაჯარიმებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი. სინამდვილეში 10 ლარიანი ჯარიმას არავინ არ აპროტესტებს. 10 ლარიანი ჯარიმას თუ გააჩერებ იმ ადგილას სადაც არ უნდა გააჩერო, აბსოლუტურად ლეგიტიმური და ოდენობა არის 10 ლარი. ავთო არის, დიდი ბოდიში ავთო არის, ძალიან საინტერესო ისა, დოქტორ ნაუკა ისა იურისტია, მან გაასაჩივრა 12 საათი დაყენების უფლება აქვს და ეგენ 1 საათში გაჯარიმებენ.
არა, ეგრე 5 წუთშიც გაჯარიმებენ. ხო და არასწორია, თურმე 12 ღამის 12 საათის შემდეგ თუ დგას, მაშინ შეიძლება საკუთარ უბანში. ხო, მაგას გეუბნები და ამას სურათები დაადასტურა ამ ბიჭო და 3 სასამართლო გრძელდება ესე City Park-ის ავტოგახსნაშოზე გეუბნები. ეს უკანონობა, ამასაც არ ყვევენ. ეს პირდაპირ გაჯარიმება. City Park-ი არ ღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც მას შეუძლია და მეორე გზა რა არის? ეს ათლარიანი გამოგიწერეს ათლარიანი ჯარიმა, ჩააბარეს ვიღაცას, მაგალითად თქვენ გაქვთ გაქირავებული ბინა, რომელიც თქვენ სახელზეა რეგისტრირებული, ნახეს რეესტრში პირობითად. მივიდნენ ამ მისამართზე და უთხრეს დგმური არც დგმური ამბობს რომ მე არ ვიბარებ თავი დამანებით, მე არა ვარ ბატონი დავით აქუბარდია. საერთოდ არ მაქვს შეხება, ის კაცი მუშაობს ტელევიზიაში და მე ვერ ნახულობ. დაწერენ რომ ამ კაცმა არ ჩაიბარა, რაც ითვლება ამათი ჭყუით ითვლება ჩაბარება და ესე წერია. კი, არა, ესე არ წერია, ამას ესენი ასე განმარტავენ. ასე აკეთებენ. კი, ასე განმარტავენ. იქ წერია რომ ოჯახის წევრი. იმ დამქირავებელს თვლიან ოჯახის წევრად. გაბარებენ და თქვენთან მოდის 200 ლარიანი თუ 190 ლარიანი ჯარიმა გადასახდელი. ჩვენ ვამბობთ რომ საერთოდ ასეთი ტიპის გადაცილებაზე არ იყოს საურავი. იკმაროს City Park-მა 10 ლარიანი ჯარიმა. ვინ უნდა შეუჩეროს ეს? აი ეს. ხო, ახლა ეგ არის საინტერესო. ვინ უნდა გააკეთოს ეს? ხო. რასაც მე ვამბობ, საერთოდ არაფერი არ არის გასაკეთებელი თბილისის მერიის. ანუ თბილისის მერია, რომელიც კონტრაქტზე ხელმომწერია და მას ხო აქვს უხერხულობა გარკვეული ამ თვალსაზრისით. საერთოდ ეს თემა არ ეხება, ეს თემა ეხება საქართველოს პარლამენტს, თქვათ საქართველოს მთავრობამ შეიტანა ინიციატივა პარლამენტში და შეცვალოს კონკრეტული კანონი. საერთოდ არავინ არ ეხება ხელშეკრულებას. ხელშეკრულება თავი ჩაიწეროს. ხო, კანონში ჩაიწერება უბრალოდ საურავი ამას არ ეკისრება და გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ პატრულის მანქანით. ეს ორი ჩანაწერი ჩვენ გარანტიას გვაძლევს. ხო, გარანტიას გვაძლევს იმისი, რომ ვერ წაგვართვებს City Park-ი მანქანას და მეორე, თუ მაქსიმუმ დაგვაჯარიმებენ 10 ლარი თუ კანონ ადგილას გაჩერებისთვის და არა 200 ლარით, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ არის ჩვენი ბრალი. ჩვენი ბრალი როგორც გიჟები ხარ ვართ, 1000-ს და 150-ს ვინ გადაიხდის. აი ეს გაკეთოს მე ამ პარლამენტში ეს რა უნდა ამის გაკეთება. ხო, ჩვენ შევთავაზეთ ველოდები, მათ შორის მე დღეს თქვი კიდეც ერთ-ერთ Facebook Live-ზე თქვი რომ აი და თქვენ ერთ-ერთ ცხადი არ გავიმეორებთ, რომ აი მზად ვარ ნებისმიერ იურისტს, რომელსაც ექნება შენიშვნები ამ პოზიციასთან დაკავშირებით, აი თუნდაც თქვენსავე ეთერში დამუჯდები. დისკუსია გავუმართოთ. თავრობის წარმომადგენელი მოვიდეს, ოპოზიციის წარმომადგენელი მითხრან რომ ესე თუ გაკეთდება, სად არის პრობლემა? თუ ვერაფერს ვერ გვეტყვიან, მაშინ თავი დაანებონ იმის ლაპარაკს, რომ რაღაც სასწაული კონტრაქტი აქვს City Park-ს, იმას ვერასოდეს ვერავინ ვერ მოშლის და ნუ რაღაცა ტყუილებს დაანებონ თავი. ახირ გზა. ახლა ბატონო, შთარია შენი ნება. გჭირდება ერთი თვე. ერთ თვეში შენ შეგიძლია მიიღო კანონი და ფაქტობრივად City Park იყოს უვნებელი თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. საინტერესო იდეაა და მე მახსოვს რომ იქ რა საიდუმლო ხელშეკრულება აქვს რომ მერია გარანტიას აძლევს რომ აი ამ ჩვენი ხელშეკრულების დამღებ არსად იმას სახელმწიფო არ მიიღებს აქ. არა, მერია ამბობს რომ არ მიიღებს საკრებულო და თვითონ მერია. მაგრამ არა პარლამენტი და მთავრობა, იმიტომ პარლამენტის სახელით არა, მერია პარლამენტის სახელით ვერ იზამს, ეგ არასწორია. მე წაკითხული მაქვს მისი საჯარო ნაწილები, რომელიც გამოიყენება წაკითხული. მოდი რა, 30 პარლამენტარს როგორ არ ვიცნობ და დაუაროთ უყველას და მოვაწერინოთ ხელი. მე მეკნებოდა თქვენთან თხოვნა, თქვენთან ხშირად სტუმრობენ პარლამენტარები და მოთხოვეთ ყველას ამ კითხვაზე პასუხი. ნახოთ როგორ ერთი წერილი დაიწეროს და ხელმოწერები შეგროვდეს პარლამენტში და გაიტანონ. ჩვენ შევიტანთ საკანონმდებლო წინადადებასაც პარლამენტში, ამაზეც არ ვაწვალებთ. გააქვთ უფლება თქვენ მოგავიწყოთ. საკანონმდებლო წინადადების უფლების შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში. გავამართლებთ, მე მგონი 30 დეპუტატს აქვს უფლება. არა, ერთსაც აქვს დეპუტატს, მაგრამ აქვს მოქალაქესაც წინადადების შეტანის უფლება. თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, მიიღებენ საკანონმდებლო წინადადებასაც, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს 30-საც ვერ უშველის. აი, იცი რა, მართლა უნდა დამთავრდეს ეს ვაკხანალია, ესა იაგო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, რომ ესე დებილური ხელშეკრულება არ უნდა დაუდოს არც ერთმა მერიამ და არც ერთმა საკრებულომ, არც ერთ იდიოტ კანტორას. დრაკონული კანონია, ხო, ხელშეკრულება, ხო არის დრაკონული. 10 წელი რატო ვეგუებით იაგო? ხო, ნუ ეგ საკმაოდ ესაა მთავარი და თული შეკითხვაა, რომ რამდენად აქვს უფლება ხალხის სახელით, ხალხის მიერ არჩეულმა ადამიანებმა დადონ ასეთი ტიპის ხელშეკრულება. მათ უნდა ქონდეთ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით. ეს მოსახლეობის წინააღმდეგ. 500.000 მანქანა ხო დადის. თავიჯერო რა თვეში ერთმა ორმა არ დაარღვევს ამ 500.000. ყველა ისე ხა ბაბატე რა თავიდანვე განწერული იყო მე მაშინაც აი როგორც კი ამ ხელშეკრულებას დედნენ მაშინ ვაპროტესტებდი რომ ჩვენი აი ეს ფართობი გაზომილი არის ქუჩების კვადრატულობა და მანქანების ზომაც არის საშუალო გამოყვება ეს ყველა დიდი მანქანები თბილისში არის რაც არ უნდა აი წესიერი მძღოლი იყოს იძულებული იქნება რომ დააყენოს იქ სადაც არის შეიძლება დააყენოს
არ დაეტევა ისე თბილისში ეს მანქანა. კი, ეგ საყურადღებოა ასევე რომ City Park-ს ჰქონდა ვალდებულება, შეექმნა ახალი გაჩერების ადგილები. არ გაუკეთებია. City Park-ი ადგა და ტროტუარები დახაზა და თქვა რომ ეს არის ჩემი მიერ შექმნილი ახალი გაჩერების ადგილები, რაც ასევე უნამუსობაა, ხო? ამისთვის არ შეულობს ის თქვა მილიონებს, ხალხისგან ამოღებულ მილიონებს, რომ რაღაცა ტროტუარები დახაზოს და ადამიანებს ფეხით სასიარულო ადგილები წაართვან. ესე არ შეიძლება მე ვარ გზების გაფართოების მომხრე, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ ტროტუარებზე იდგეს მანქანა. და მერიას გმირობა გონია რომ აი შეუზღუდეთო City Park-სო ტროტუარებზეო აღარ დავაკიდები ის გავაჩერებინებთ. ანუ გავიაროთ თბილისის ტროტუარებზე და ვნახოთ. ეს ორი ხოთ. არა, რაღაც აი ამამი გულავას არ შეცხო ამაზე რომ ხელი მოაწერა. ყველა აგინებდა მაშინ უგულავას და არც ეხლა აკლებენ, მაგრამ საშინელება ის არის რომ აი ეს ახლა ვითომ ნაცების გაკეთებული იყო, ხო? შეეთი ამის გამო იყო მარტო ის უგულავა დასაჭერება. ამდენი წელი გავიდა. ამ ნორმალია, მე მგონი 700.000 დახარჯა რაღაც ის ჩამოიყვანა ექსპერტები. ესეთი მარტივი გზა თუ არსებობს, ჩავჭიდოთ ამ ორი იმას, ესე თქვა სამოქმედო რუკა თუ დავარქვა სამოქმედო გეგმა თუ რაღაცამ დაგვარი და ეგება ვცადო და ავამუშაოთ ესა და პარლამენტმა მიიღოს ეს ჩამატება კანონში. ბურთი არის საქართველოს მთავრობის მოედანზე. რატომ მთავრობის? მთავრობას აქვს არა, ინიციატივის ანუ მთავრობაში ფართო გაგებით გულისხმობს საპარლამენტო უმრავლესობასაც, გასაგებ მთავრობა ინიციატივის უფლება აქვს, ინიციატივის უფლება პარლამენტის წევრებსაც აქვს, მაგრამ მე არ მჯერა რომ მთავრობის პოლიტიკური ნების გარეშე შეიძლება ამ საკითხს გადაწყვეტა. და ამიტომ ახლა გასაგებია რომ პარლამენტის ვიღაც წევრები კი არ წყვიტავენ ამას სინამდვილეში, წყვიტავს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც არის საქართველოს მთავრობა სინამდვილეში. არ ვიცი, მე თქვენ ადგილას იურიდიულ კონსულტაციას გავივლიდი იგივე მერიის მესვერებთან და მე მგონი მთავრობასაც ვიღაც იურისტები ყავთ კონსულტანტები. ეს მარტივი გამოსავალი არის. ეს ძალიან მარტივი. მარტივი გამოსავალი ჩვენ მარტო ამ შემთხვევაში არ შეგვითავაზებია. აიცილებს მერიაც, პირდაპირ პასუხისმგებლობას აიცილებს მთავრობას, კანონში ცვლილებას მოყვა ეს თან არის ჯარიმის გამოწერის უფლებას არ უზღუდავენ ამ კანტორას, უბრალოდ საურავებზე ატორმოზებენ. არა მგონია რომ მათ ახლა იმებს საერთაშორისო საარბიტრაჟო კანტორებში. არა, იქაც არ მგონია დიდი შანსი ქონდეთ რომ სწავიდეს. ქვეყანაში საკანონმდებლო ხელისუფლების შეზღუდვა არ არის City Park-ის მოვალეობა. კანონმდებლობა არის სხვა რაღაცა, პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ახლა მერიას და City Park-ს შორის დადებული ხელშეკრულების ჭკუაზე არ ივლის. გეთანხმებით. რა არის ეგება გონება გაუნათეს რომელიმე პარლამენტას და აიყოლიო აკვეთ თქვენ აი ამ იდეაში. ის აიგო ბატონო, ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ, აი მათ მოეწონათ თუ არა ეს თქვენი ინოვაცია და ღირს თუ არა აი ამის ესე თქვა პროპაგანდირება. აი ეს გამოვიკვლიოთ. თუ მაყურებელი ყავს, ეგება შემოგვიყვანოთ. ეთერში თუ ხართ გისმენთ. ამ ნომერზე დარეკეთ რა 242 42. დამერწმუნეთ აი ყველაზე მოკლე და იაფი გზა. კი მაგრამ ნორმალია 700.000 რაში გადაყარა. ეს იდეა ძალიან მარტივი და გამჭვირვალეა. ამ გზას დადგომოდნენ. არ გამოგიკვლევიათ ეს რატომ მოხდა ესე? არა, ხომ ჩვენ გამოვიკვლიეთ კონკრეტული მე არ ვარ დაინტერესებული იმით რომ რაღაცა მერია რას იკვლევს რაღაც კონკრეტული მიმართულებით და მისი იურიდიული სამსახური ასაკეთებს ეგ მე ჩემი მოვალეობა არის სწორი გზას შევთავაზო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტის. თუ მე მეტყვის რომ ნაკლები ხო აქვს ამ ხალხს? ხო დაიღალნენ კვლევით. 700 სხვა დახარჯეს როგორც თქვენ ბრძანეთ. გითხრა ნახა რომ ეს რატო არ ვარგა? და თუ რატო არ მოიფიქრეს თვითონ ახლა მაგითხვაზე უხერხულია მაგითხვის დასმა. შეიძლება რომ უნდა დავა. არა, ეგება აი ეთყობა ეს გზა საერთოდ არ აიჩიეს, რომ საკანონმდებლო ცვლილება. ნუ ხა როცა ხარ ხელისუფლებაში და კონკრეტული საკითხი გადასაწყვეტი, უნდა იფიქრო ყველა გზაზე. მე ასე მეთანხმებით, ლოგიკით პერიას უნდა მოეფიქრებინა რამე მაყურებელი ყავს თუ არა ვწდები და გისმენთ ხალხო. ეთერში ხართ, გისმენთ? ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო დავით, მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდა მათლილი ყავს. გამარჯობათ. გამარჯობათ და დამეწუნეთ საინტერესო იდეა აქვს ბატონ იაგო ხვიჩის. ბატონ იაგო, საკ მართლა ძალიან სერიოზული კანონი, შესანიშნავი კანონი. კარგი იდეაა ეს, კარგი. მართლა კარგი იდეაა და ბატონო ხვიჩა, ხმა ამოიღეთ რა და რინდეს მიაწვინეთ ხმა. და კიდე უმორჩილესად თქო თქვენ გილკის წევრი ბრძანდებით და ძალიან თქო ბატონ დავით სერგეენკოსთან ჩაულებრივი მოქალაქე დამეგუპათიშვილი ამ საფთიაქო ნარკომანიით რა გადაგამა და მაკროსანსულყიდიან აი თავენ და ხელახლა იხსნება დაიღუხა ბავშვები რას ყიდიანო
რას ყიდიან ბატონო? ყველასად ერთადერთი ადამიანი და მიგხედეთ რა ამ საქმეს. ისა, დიდი ბოდიშით რა სერგეენკოს რა უნდა ვთხოვოთ? რაღაც წამალი თქვი თქვენ და რა რის ყიდვაზეა საუბარი? აი გაბა პენტინი, ბაკლოსანი, რო იღუპებიან ეს ახალგაზრდები. ბიო რაღაც საშუალებებისთვის. თქვენი თვით რას ასაკეთებენ ბატონო დავით? დიახ. ფინანსური პოლიცია შედის აფთიაქში. ხო. გამოდიან აფთიაქის გამყიდველობით და გვერდზე ეზოებში ყიდიან. კაი არ გადამრიოთ. ой, მადლობა, დიდი მადლობა რომ შემოხვედი ჩვენთან. არ ვიცი, აგო მე არ ვიცი თქვენ რა კომუნიკაციას. მე დაახლოებით გავიგე, თუ სწორად გავიგე, თუ რასაც გულისხმობ, ბატონო საფთიაქო ნარკომანის წინააღმდეგ არის, სადაც ჩვენ დღეს არ დაგვიწყია ამას საუბარი. ჩვენ მქონდა ალბათ ბატონო დავით ბიოშევიძინეთ საჯაროს და ვაჩვენეთ საზოგადოებას სასაფლაოზე რომ როგორ იყიდება. ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ქვეყნის საფთიაქო ნარკომანია და მიგვაჩნია რომ ამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი მიზეზი არის საქართველოში არსებული ტირანული ნარკოპოლიტიკა, რომელიც იძლევა საშუალებას შეარჩიო რომელიღაცა კონკრეტული ნარკოტიკი და დაუშვა ბაზარზე ისე ხელმისაწვდომად, როგორც ჩვენ ეს შევიძინეთ და თქვენ ტელევიზიას გაუშვა ეს მოგეხსენებათ და ამავდროულად აკრძალო ყველა სხვა ნარკოტიკი, რომლის აკრძალვაც შენ გაწყობს იქიდან გამომდინარე, რომ ხარს უჭერ ან ფარველობ რომელიმე კონკრეტულ ნარკოტიკს. გახიდიაგო, დიდი მადლობა. არის ახლა ყოველ შემთხვევაში ბატონო, მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, აი ეს საფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ კომპანია რო დაიწყო სამინისტრომ 95% შევცირდა ეს რამე იდიოტობების ყიდვა. მაინც მე ვფიქრობ, თქვენზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, ეს შორსავარ იმაზე, საგან სკოლაა დავნაშავე და ქუჩა ოჯახია. თავარი პასუხისმგებელი ბავშვი ჯანმრთელობაზე და იმშავე თქვენ შვილიშვილთან თუ შვილთან არის თქვენ ბრძანეთ მგონი შვილიშვილიო რაღაცნაირად იცით ზემოქმედება უნდა მოახდინოთ რომ მთელი ოჯახის პრობლემა იქნება ის რომ ჩამოყალიბდება კლასიკურ ნარკომანა და კატასტროფა იქნება ეს ერისთვის ეთება თქვენ გეფიქრათ უფრო სერგეიმო ვერაფერს ვერ გააკეთებს ვერც მთავრობა ვერ გააკეთა აქ უნდა სერიოზული პოლიტიკის ჩამოყალიბება და ცხოვრების ჯანსაღი წესი გახდეს კულტი ყველა ოჯახში ამას მიახსენებთ თქვენი რესურსებით და სკოლა და ჯანდაცვის სამინისტრო იქნება თუ სპორტის სამინისტრო, ეგება მაშინ გამოჩნდეს შედეგი. მოდი ჩვენ იაგო რეკლამაზე გავიდე და რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი, უბრალოდ მაყურებელი შემოვიყვანოთ და რეკლამის შემდგომ გავცეთ პასუხი. გისმენთ? დიახ, გისმენთ. შეიძლება? კი ბატონო, კი, ეთერში ხარ. შენ არ გვისმენ? კი, გესმის. გისმენ? გვესმის. დიახ, გისმენთ. ბატონ დავითის მინდა მაგრამ არ ლაპარაკობს დავითი და რა მე არ მისმენს. გისმენთ, კაცო. დიახ, ეთერში ხარ. ალო. ბატონო დავით. გვესმის. რეკლამაზე გადის. ბატონო დავით. თქვენ კარგად იცით, რომ თქვენ კარგად იცით, რომ რა დღეში არის საქართველოში ხალხი. წამალს ვერ კიდურობენ, ისეთი გაძვირებულია წამლები. ორი თვის წინ არის წამალი ღირდა დუოდარტი 49 ლარი. დღეს 98 ლარი. კაცი ადამიანის ყველა შეიძლება. რით უნდა ორი თვის წინ ღირდაც 59 ლარი. დღეს 98 ლარი ღირს ეს წამალი. როგორ უნდა ვიყიდოთ ეს წამალი ჩვენ? დაუბედურება არის, რა არის ეს? იზახიან ფული არ არისო. პარლამენტიო 50 კაცი ზის მილიონერები. თითო მილიონი დადოს ყველამ და ხალხს მიხედონ. ეს მილიონები საიდან მოვიდა? საიდან მოიდა ეს ხო ხალხის ფული არის, ხალხო. ხალხი იხოცება ხალხო. თქვენ რაერთ ლაპარაკობთ? ეს ხალხი საცხოვრობენ, სად? დიდი მადლობა აი ამ ინფორმაციისათვის და გვპირდებით რეკლამის შემდგომ პასუხს გაგცემთ როგორმე ან ბატონი იაგო ან თქვენი მონამორჩილი. დაგველოდეთ. ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ელემენტია თევზის ქონი და მასში შემავალი ომეგა-3. ჩვენი ყოველდღიური საკვები არ შეიცავს მას საჭირო რაოდენობით. იმისთვის, რომ შეინარჩუნო ჯანმრთელობა, მიიღე ომე-3. ომე-3 თქვენი ჯანმრთელობისთვის. სანდომის უგემრიელესი ტკბილეული, ზრუნველი დედის არჩევანი. იპოვლე შენი პატარას საყვარელი ნუგბარი. საკონდიტრო საწარმო სანდომი. ყველაზე ტკბილის ხაბარი.
ტრიმეკორი ემერი კვებავს გულის კუნთს 24 საათის განმავლობაში, რომ გულმა სიბერეშიც საათივით იმუშაოს. მიიღე ტრიმეკორი ემერი. გაიხან გრძლივ დრო. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უფლებამოსილება ისეთი ადგილებიდან მანქანის გადატანის მოკლედ წაღების რა ადგილზედაც მიკრული არის ამკრძალავი ნიშანი მანქანის დაყენების. შეიძლება დახაზული არ იყოს, მაგრამ ამკრძალავი ნიშანი არის მანქანის დაყენების და ასეთ დროს მისი დელეგირებული უფლებამოსილება ამასაც მოიცავს, როგორც არის ჩემთვის ცნობილი. მანდ სინამდვილეში ჩვენთვის თავარი არის, რომ პრინციპულ საკითხს შევთანხმდეთ, რომ თუ მოძრაობას გზას არ უშლის, ვინმეს უნდა კონდეს თუ არა უფლებამოსილება მანქანა წაგვართვას. როდესაც ახლა გასაგები 10 ლარი ჯარიმა საკმარისია რაღაცისთვის. თავის ტკივილის წამალი, თავის მოჭრა ხო არ არის, ჩვენ მკურნალობთ, ხო? ეს 10 ლარიანი ჯარიმა შეიძლება იყოს მკურნალობა, მაგრამ თუ ჩვენ მანქანას წავიღებთ, ეგ არის თავის მოჭრა და ეს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თავის მოჭრა არა ცხადია, მაგრამ მანქანის გადატანა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის გზას აფერხებს, უკიდურესად აუცილებელია. სხვა გამოსავალი არ აგვაქვს, რომ ამ მანქანას სხვა რამე მოუხერხოთ. ჩემი მდგომა ასეთი არის ამ თემაზე. მადლობა, დიდი მადლობა იაგო მოკლე პასუხისათვის. მაყურებელი თუ ყავს კიდევ შემოვიყვანოთ, გისმენთ? დიახ, ეთერში. დიახ. ალო, მოგესალმებით. გამარჯობათ. გენაცვალე, აი შესანიშნავი წინადადება დააყენა ბატონმა იაგო. აი ასეთი წინადადებები უნდა იყოს განხილული და ოპოზიცია აი ესეთ წინადადებებს უნდა იხილავდეს თავრობას, ასეთ რამეს უნდა სთხოვდეს, რომ ხალხს რაღაცა ეშველოს და ხალხი სასარგებლოდ გადაწყდეს რაღაცა. დიდი მადლობა. გეთანხმებით. მადლობა ამ შექებისთვის. მართლა კარგი და ლაკონური და ის არის, აი უპრობლემოა. იურიდიულად სიტი პარკი ვერ უჩივლებს მერიას, მერია ხელებს დაებას, მერიაში ვარ, კანონი შემიცვალა პარლამენტმა და რა ვიცი, ახლა ის 10 ლარი შეირგონ რა იმოხდება. თუ ყავს კიდე მაყურებელი შემოვიყვანოთ. ეთერში თუ ხარ, გისმენ, დიახ, გვესმის, დიახ. მოგესალმებით. გამარჯობა. გირეკავთ რა? დიახ. არ ვიცი იურიდიულად რამდენად გამართული არის ეს წინადადება, მაგრამ ჩემი აზრით ეს თავრობა არ დააკმაყოფილებს მაგას, იმიტომ რომ ბიუჯეტში შედის თანხა. რატო არ დააკმაყოფილებს უკაცრავად? ბიუჯეტში შედის. ბიუჯეტში შედის თანხები სიტი პარკიდანაც და არ დააკმაყოფილებს. უბრალოდ ეს ჩემი აზრია რა. გამორიცხულია რა. ამცეთ რაღაცები არის მილიონი, რაც უნდა გამოსწორდეს. ხალხის საკითხი უბრალოდ, მაგრამ არ აკეთებენ, იმიტომ რომ ბიუჯეტში შედის თანხები, იგი ნარკოტიკებსაც ეხება, სიტი პარკსაც ეხება და უამრავ რაღაცას ეხება კიდე. ახლა იურიდიულად რამდენად გამართულია არ ვიცი. მაგრამ გამართულიც რო ვიყოს. მესმის, ამ მოსაზრებას თავისთავად ცხადი აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ მოცემულ შემთხვევაში თუ გვეტყვის უარს, ისე რომ ვერ აგვიხსნის ამ გზაზე უარს რატო ამბობს, გვეცოდინება ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვეცოდინება, რომ რაღაც მიზეზების გამო ეს იყო შესაძლებელი და მთავრობამ უარი თქვა ამ გზაზე. იმას ვერ იტყვის, რომ რაღაცა ხელშეკრულება მიშლის ხელს და წინა მთავრობას ვერ დააბრალებს. ეს არის მთავარი. მე უკვე ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ზოგი ადამიანი იფიქრებს, რომ ამას აკეთებენ ფულის შოვნის გამო, ზოგი ადამიანი ამას იფიქრებს, რომ ზოგადად, რა ვიცი, აწყობთ ესეთი სისტემა და კორუფციულ გარიგებაში არიან კონკრეტული თანამდებობის პირები სიტი პარკთან შესული. მოკლედ, ყველანაირი აზრი იქნება ლეგიტიმური. ეს დავუმატებ რა, მაპატეათ, თქვენ რადგან ბრძანეთ ბიუჯეტთან ხაშედის, რომ მერია იღებს 25 მილიონს. ეხლა გამახსენდა ხელშეკრულებით როგორ არის იზიდ მერიის არის 40%, 60% სიტი პარკისა. აი ეს 40% გროვდება 10 ლარიანებით. აი ამ 10 ლარიანებიდან შესული თანხის 40%-ია მერიის 25 მილიონია. სიტი პარკ მე აქ 35-დან 37 მილიონამდე წელიწადში. რა არის საინტერესო? აი ეს მოსაკრებელი, ანუ 10 ლარიანს თუ ვერ გაიგებს პატრონი და იხდის 180 თუ 180-ს, ის მთლიანად იმასება სიტი პარკს. და ლოგიკური გამოსავალია. ეს როგორც საჯარიმო თანხა. ხო, და ლოგიკური გადაყვანის დროს მაგათი არის და არა მერიისა და არ არის იცით ახლა ეს ისეთი თანხა რომ აი ამაზე გაფშიკოს ფეხები მერიამ და არს ბიუჯეტის თავრობა რატო უნდა იყოს წინააღმდეგი თვითონ არ დაკარგავს ის 25 მილიონი რაც შემოდის ის შემოუვა ეკება აქ ამიდიას არსებობის უფლება და ეხლა გამახსენდა ამაზე სხვა შორის იმ ავტოკახნიაშვილმაც ისაუბრე ეს გზა არსებობს თქვენი გზა გამახსენდა ავტომატს მოყვა ეს სხვა შორის ვალერი გელბახიანმაც მოყვა იურისტებში არის ეს აზრი ესე ვთქვათ მომწიფებული რომ
აი ეს გამოსავალი რბილი გააიქნება რა პრობლემის და გასანეიტრალებელი და ჯერი მართა პარლამენტზეა. მე გპირდებით იაგო რომ ნებისმიერი დეპუტატი, ვისაც მანდატი აქვს და ჩემი სტუმარი იქნება, აი შევთავაზებ ამ იდეას. ეხება თქვენ სამოიწყოთ, აი რაღაც დიდი კომპანია, მე მომეწონა ეს რა, კარგი იყო ეს. მაგათი ეს ტიალი მანქანები, ექსკავატორები და რაღაცა ის პლაკატები რო იყო, რაღაცა ეს სისტემური ხასიათი მივცეთ, არ მოვასვენოთ პარლამენტი, რომ აი ეს კანონი სასწრაფოდ მიიღონ. თუ მოვინდომებთ საზოგადოება შეიძლება იცით რომ მივახციოთ ამას. რა ვიცი მაყურებლები თუ შემომიყვანთ ეგება მათი აზრით მოვისმინოთ. აი ყველა თუ დავირაზმებით მოგვარებადია ეს ერთ-ერთ თვეში გასწორდებოდა. თუ არის მაყურებელი შემოვიყვანოთ რა. ვკითხოთ აბა თუ აყვებიან ამ იდეაში. ალო გისმენთ? გამარჯობა. ალო დიახ, გისმენთ. გისმენთ? City Park-თან გისმენთ. გვესმის? კი. მოგზაურთ ეს იდეა? City Park-ზე ძალიან არა ვარ გამწარებულები City Park-ისგან. ყველაზე რთული იცი რა არისო? არასწორი ჯარიმები იწერება 200 ლარიანი და ერთი დღე თურმე 31-თა ყოფილა შეგვეშალა და მაძლევ საურავს 400 ლარს მადებენ რომელიც პროცენტიანი ფულია. ეგეც შეიძლება რომ დააწესო. ხო, ანუ 190 ლარიანი რაზეც ჩვენ წეგან საუბრობდით და ანუ ხო ორი ქვითარი თუ მოგივიდა შესაძლოა 400 გამოვა. ოი, მართლა. რასაკ რამდენიც არის, იმდენი არის და ის ქვითრები ხო რაღაცა ერთდროულად მოდის ხშირ შემთხვევაში. ანუ აი ეს ფაქტობრივად არის ისეთი, ანუ ეს არის ამ შესაძლებლობას თუ გამოიყენებ ბოროტად, ისე როგორც ამას City Park-ი იყენებს, შეგიძლია უბრალოდ ადამიანი გააღატაკო, რაღაცა სამჯერ არასწორ ადგილას დაყენების გამო. და მთელი თვის შემოსავალი და მთელი ოჯახის საჭმელი შეიწირო. ანუ და თან ცუდის არის რომ ეს კომპანია ამას ასე აკეთებს სინამდვილეში. ანუ ახლა მე გადავიხადე ერთი წლის განმავლობაში 4ჯერ 190 ლარი. ანუ გადავიხადე თან რის გამო ხა გიჟი ხო არ ვიყავი მართლა არ ჩამბარებია და ისე. არ დამვიწყებია, არ გადამწთენია არაფერი. უბრალოდ არ ჩამბარებია. ურჩი გადამხდელი კი არიყავით, საქმის გულში არიყავით და ჯარიმა ქონდა. აქ ძირითადი ნაწილი არის ასეთი. ესეთია, სწორი ხარ. მასაშინელება. მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ მაყურებელი ყავს, აი ეგება ყველამ ერთად მოვიფიქროთ და დაუჯეროთ ამ გირჩის აი ამ იდეას და რაღაც კომპანია დავიწყოთ. შეკითხვას იქეთ გისვამთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა. გამარჯობათ. მოგწონთ ეს იდეა? დიახ. ალო. გვესმის? საღამოშიდობთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ამ City Park-ისთან დაკავშირებით ბინა მქონდა დაგირავებული და არის ხოლმე მომენტი რომ ვერ ვახერხებთ ჩვენამდე მოვიდეს ეს ჯარიმა. ხედავ. და ისე მაინც მოხერხდეს რომ ეს ჯარიმები რო იმატებს ხოლმე. ან ის ჯარიმების ჩამოკლება იყოს, ან რაღაც არის ხოლმე სიტუაცია რომ ვერ ვახერხებთ მომენტ იმ 10 ლარისაც გადახდას. აღარ აქვს ხალხს საშუალება. Sorry. მადლობა. მესმის, ნუ ჩვენ მაგით დავიწყეთ საუბარი, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში 10 ლარი ვადის გადაცილების გამო არ მოიმატოს და არ გახდეს 200 ლარი. აი, კაი, თუ მოიმატებს შეიძლება გახდეს 20 ლარი, მაგრამ ვადის გადაცილების გამო 10 ლარი, 200 ლარი რა ლოგიკით უნდა გახდეს? ეს ხო არასწორია, ეს ხო არასამართლიანია. ჩვენ ბატონ დავით, მეგონი თქვენთანაც იქნებოდა დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრი გადაცემა. აი, მაგალითად გახსოვთ, რომ მთავრობა იყო ეგრეთ წოდებული იპოთეკით დაზარალებული ხალხის გვერდზე აცხადებდა გზაობას და რაღაცა ამ შემდეგ. და ადამიანები, რომლებიც ფულს ასესხებდნენ, ფაქტობრივად გამოვიყვანეთ, რა ვიცი, ეშმაკებად, ხო? მთელი რაღაც საზოგადოება იყო დაპირისპირებული ვიღაცა თითქოს ბოროტ მევახშეებზე. ახლა მითხარით 10 ლარი, 190 ლარი, როდესმე უქცევია იმ ხალხს. ანუ თავრობა ხო გაცილებით უფრო ბოროტად იქცევა. როცა ასეთ საშუალებას აძლევს City Park-ს. ეს ველან თავრობამ გააკეთა და ახალი არა, ეს ახალი აღარ არის უკვე. ეს თავრობა 5 წელი აქვს ბატონ დავით. რაღა ახალია? ახალი იქნებოდა გუშინ წინ მოსულდა. გერმანია 3 წელია იქ რაზდებს და არ არის, ნუ 3 წელიწადში რაღაცა უნდა გაეკეთო თვითონ. ამ საქმეს არ ჭირდება 3 წელი, ამ საქმეს ჭირდება 1 თვე. გეთანხმებით. პარლამენტში ეს შეიტანონ და საინტერესო იდეაა. მაყურებელი თუ ყავს შემოიყვანე ძალიან გთხოვ და ეგება ეს ამ იდეაზე თქვენი აზრი დაგვიფიქსიროთ. გისმენ? ალო. დიახ, ეთერში ხართ. აი მეგობათა, მას შეკითხვა, მეგობათა. კი ბატონო, იაგო გქვია, ხვიჩი აგვარად. დიახ, გისმენთ. გისმენთ. აი მეგობათა, მას შეკითხვა.
შეეკითხეთ. თუ შეიძლება გამცეს პასუხი. დიახ. თვითონ ბრძანა ეხლა რომ მე გასულ წელსო 4-ზე გადავიხადე 190 ლარიო. ხო. მე არ ვიცოდიო. თუ უნდა გადამეხადაო. ხო. თუ არ იცოდა, მე საიდან გამიგო რომ უნდა გადავიხადო ჯარიმა. მე თუ კაცმა არ გამაფრთხილა იმის შესახებ რომ მე დავარღვიე, ქვით არის მაქვს მომაწერინოს ხელი, მე უნდა გადავიხადო. მაგრამ თუ მე ეს პროცედურა არ გავიარე, მე საიდან უნდა გადავიხადო ის ქვით არის? ან ჯარიმა და ან სხვადასხვა. აბსოლუტურად მესმის თქვენი აღშფოთება. მთავარი უსამართლობა ამ ყველაფერში სწორედ ეს არის, ჩემო ბატონო. ანუ ეს არის მთავარი უსამართლობა. ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა მე 200 ლარიანი ჯარიმა დავიმსახურე და ვერ გადავიხადე. ეს გასაგებია, რომ შეიძლება იყოს საშუალება არ აქვს ადამიანს და ამდენი შეიძლება არ დააკისრო, ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ქვეყანაში არის ის, რომ და ამ სისტემაში, ამ City Park-ის სისტემაში არის ის, რომ მე მაგალითად რაღაცა მოვიდა მისამართზე ეს ქვით არის, სადაც მე 10 წელია არ ყოფილ ვარ, არ მიცხოვრია. იქ ყოფ ადამიანმა უთხრა, რომ ეს ადამიანი აქ არ ცხოვრობს 10 წელია, ვერ ჩავაბარებ, ეს ჩათვალეს, რომ მე ჩამბარდა ეს გადაწყვეტილება დამაჯარიმეს, რა ქვია, 190 ლარით. და ეს რაღაცა ერთხელ იყო პირდაპირ 3-ვე ერთად იყო და 390 ლარი გადავიხადე და ბოლოს მოვიდა კიდე ერთი. ცალკე აღებული მე-4 რაღაც რამდენიმე თვის მერე. ეს არის აქ თავარი უსამართლობა, სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ნუ სწორედ ეს არის თავარი არგუმენტიც, რატომაც ვაპროტესტებთ. მესმის რომ ვიღაცა შეიძლება 10 ლარი ეჩვენებოდეს, ბევრ თანხად, მაგრამ ჩვენ არ ვაპროტესტებთ 10 ლარით დაჯარიმების მომენტს, იმიტომ რომ გვესმის რომ აქ უფრო არსებობს არგუმენტაცია, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, მაგრამ რასაც ვაპროტესტებ, იქ უბრალოდ საწინააღმდეგო არგუმენტაციას ვერ მეტყვის, ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეგ სამართლიანია, რაც დღეს ხდება. დიდი მადლობა. კიდევ თუ ყავს მაყურებელი, გისმენთ ეთერში ხართ. დიახ. ეთერში ხართ. ბატონო დავით და ბატონო იაგო, ხვიჩია. გამარჯობათ. იაგო. ეხლა ბატონი დავითის პოზიცია გასაგებია ყველასთვის. ყველა აგზარლების წინააღმდეგია, ხვედების შემოღება რო იყო, მაშინაც ძალიან წინააღმდეგი იყო და იმ 100 ლარიან ჯარიმას თქვენ ამბობს იმის წინააღმდეგიც არის, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, იმით რომ City Park-ი აჯარიმებს, არასწორად დგარ ხალხს, მანქანებს, სწორია ეს ხარ, ის რომ დაუშვათ ზედმეტ ჯარიმებს წერს, ეს მეორე საკითხია, პირველადი საკითხი ზოგადად ქვეყანაში და საზოგადოებაში დგას, რომ City Park-ი გავაგდოთ, იმიტომ რომ გვაჯარიმებს. ამბობს მაგას ბატონი დავითის. მესმის უბრალოდ ამბობს. არა, ჩვენ თქვით ძალიან ისეთ კონკრეტულად რას ვითხოვთ. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ City Park-მა რაღაცა 10 ლარიანი ჯარიმები არ გამოუწეროს ადამიანებს, რომლებიც დგანან ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იდგნენ. ჩვენ ვამბობთ, რომ City Park-მა არ გადაიყვანოს მანქანა მაშინ, როდესაც ის მოძრაობას ხელს არ უშლის, საცობს არ ქმნის, ან საავარიო სიტუაციას არ ქმნის და მეორე, როცა ადამიანებს დააჯარიმებს 10 ლარით, დააჯარიმოს 10 ლარით და არა 190 ლარით. აი, ვამბობთ, რომ ეს არის სამართლიანი. მეტნაკლებად სამართლიანი. შეიძლება რაღაცა იდეალურად სამართლიანი სხვა რამე იყოს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად ისეთი უსამართლო არის ადამიანებს წაართვა მანქანა მაშინ, როდესაც 10 ლარიანი ჯარიმა უნდა გამოუწერო, ან გადაახტევინო 190 ლარი მაშინ, როდესაც 10 ლარია გადასახდები. ამას ეს არის გიჩის ინიციატივა, სულ სიმართლე გითხრათ. მადლობა და ერთ კომენტარს მე გაგიკეთებთ აშკარად სუბიექტურად აღიქვით ჩემი შეფასება, პატიოსნად გეუბნებით 34,000 მონახაზი არის თბილისში სულ. City Park-მა რაც მოხაზა თეორიულად 34,000 მანქანა შეუძლია დააყენოს მოხაზულში. 450 თუ 60,000 მანქანამ რა გააკეთოს? განწირულები არიან ჯარიმას. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და დამერწმუნეთ, არა ვარ მე იმისი ანარქისტული იმისი მიმდევარი, რომ დამრღვევი არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ გონიურულად უნდა დაისაჯოს. თან მithumetes ხელში თუ არ გადასცემ, ხელს თუ არ მოაწერინებ და მე 190 ლარს ახტევინებ, ეს დრაკონული კანონია, მეტი კერაფელი არა აქვს. მაყურებელი თუ ყავს შემოვიყვანოთ რა. დიახ, ეთერში ხარ. გამარჯობათ, ისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. შეკითხვა მაქვს ბატონ ქარაქვე დამავიწყოს. იაგო ხვიჩია. ბატონო იაგო, შემოხ ასეთი შეკითხვა. მაგის თქვენი ლიდერის იმაზე რა განცხადებაზე, რომელიც ფარულად ჩაწერდა, რა კომენტარს გააკეთებთ, სადაც ილია ჭავჭავაძეს და კიდე მის
ნაირ მოაზროვნე ადამიანებს რაღაცა დასცინის და აი ესეთ რაღაცებს აკეთებს. აი ამაზე მაინტერესებს კომენტარი და საერთოდ მე მგონია რომ ასეთი აი დეგენერატი არც პარტია, არც იდეოლოგია, რომელიც გირჩა არასდროს არ ყოლია. ესენი არის კრეტინების ერთი. თქვენ ილია ჭავჭავაძეს იცნობთ? ილია ჭავჭავაძეს როგორც მოაზროვნეს იცნობთ? გავგექცა ხო, ანუ ძალიან საინტერესო, ძალიან სულწუხარა რომ გავგექცა. კაი, მე მეგანმარტავ აზერ საუბარი. საქმის კურსში და ეგება მაინც ჩვენ თემას დაუბრუნდა. კი ბატონო, უბრალოდ აქ საუბარი იყო რაღაც ერთ-ერთ ვიდეო რგოლზე, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთ და ხა ადამიანი გვანძავს ესეთ რაღაცაზე, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთ მოკლედ და რაღაცა ის რომ რაღაცა ნეგატიური ყოფილიყო, ჩვენ თვითონ გირჩი რაღაცა საშაროთ არ გავიხდით თავს. ვერ მიხდა ეს. ხო, უბრალოდ ილია ჭავჭავაძის გაგება არ არის ადვილი ამბავი და ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ილია ჭავჭავაძე არ არის გაგებული პოეტი. შეიძლება შეყვარებულია, მაგრამ გაგებული არა. კლიპი ისეთ უნდა გააკეთო და ყველასთვის მისაწვდომი იყოს. მოდით ამ თემაზე ნუ გავგრძელდებით, მე მართლა არ ვიცი ბატონო ჩემ რაზეა საუბარი, მაგრამ ერთი კი არის მნიშვნელოვანი და ამ თავარი რომ უსამართლო და ესე ვთქვათ აგრესიული და შემტევი მიდგომა ამ სიტი პარკისა მართლა დაუშვებელია და 10 წელი ესენი მართლა ჩაგრავენ. და ძალიან კარგი იდეა აქვს. მე არ ვიცი ხა გირჩის იდეა იქნება საბოლოო ჯამში თუ ქართული ოცნებისა თუ ნაცმოძრაობისა რომლებსაც ხელმძღვანელი. ჩვენ ზადვართ გადაულოცოთ ქართულ ოცნებას. გადაულოცეთ დროშებიც გავატანოთ თუ და თავიათ იყოთ მიიღონ ეს კანონი. მართლა ხანახوار მიითვისონ და აღასრულონ. კი ბატონო, ისტორია მაინც დაიმახსოვრებს რომ თქვენ აგერ ძალიან ისეთ საინტერესო ეს მოაწყეთ შოუ ამ მიმართულებით. მაყურებელი ყავს გონი და შემოვიყვანოთ. გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ. გისმენთ. ეთერში ხართ ბატონო, გისმენთ. ვიღაცას ხმა იქისმის და აქ არისმის. არ ვიცი, მაინც მე მგონი თქვენ ყავთ მეგობრები პარლამენტარები. ხო შეიძლება იქ რაღაცა მექანიზმია ზუსტად არ მახსოვს რეგლამენტში წერია რომ რამდენიმე ადამიანს შეუძლია არა ერთსაც შეუძლია ჩვენ პარლამენტში ინიციატივის პრობლემა არ გვიდგეს ბატონ და გააჩქარეთ მე რაღაცა რასაკვირველია ამას ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ და პარლამენტში შეტანის პრობლემა არ იქნება აქ საუბარი არის რომ მთავრობას ჰქონდეს პოლიტიკური ნება რომ საკითხი გადაწყვეტს კაცო ეს მთავრობაშიც ახლა მცადისეთები კერაზია რომ არადარდებდეთ მაგრამ ეს არის ზარალებს ბიუჯეტი არის ზარალებს მათი რენომე პირიქით ძღოლების მეგობრებად დაფიქსირდებიან ხო და გააკეთეთ რა მთავრობის წევრებო პარლამენტარებო ყველა დონისა და ყველა ჯურის ესე თქვა და რა ვიცი ვინც ამინს ქმნის მოდი და რაც ადვილად მოსაგვარებელი ესპანს შეუსრულეთ 500,000 კაცი პის შემოყურებთ აგ მე ვფიქრობ არსებობის უფლება აქვს ამ იდეას და იაგო არ შემიძლია არ აკითხოთ იურისტი ბრძანდებით და რა ვიცი ახლა აი მე არა ვარ ჩასაფრებული და ისა მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, აი ამ ბოლო ხანებში ვუყურებ და ჩოჯოხეთის მანქანასავით მუშაობს ესეთი ინსტიტუტი გვაქვს ჩვენი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვეჩეკა არის თუ გუბჩეკა არის თუ ის არის რა, აი რას ეძახიან იმას. დამამის და რუსული მასში იყო რაღაცა თავის გადაპარსვა იყო ყველას დიდი საჟელი მოქალაქისა თუ კი საერთოდ ყავდათ მაგუბედურებს მოქალაქე, მაგრამ ფაქტია რომ ეს იუსტიციის საბჭო უკვე როგორ აიცით მაგალითად კერგეჭას ხვლით თუ დაჯახით და ჟურნალისტებს ესეო და ისეო და ნაბიტარი ის არის რა შემაწუხებელი ხალხი აღმოჩნდა ეს ხალხი ორშაბათს თუ არა ვსწრები ზაზა ხატიაშვილის საპროტესტო აქციას უწყობს აი ამ ულრიხის კანტორა თუ ვერ გაიგებ რა კანტორა მე მგონი ინკვიზიტორები უფრო არიან ან ჩეკისტები არიან ან ვიღაცები არიან მაგრამ ეს ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნა და შეიცვალა თუ ჩანაცვლა ეს კანტორა თქვენი აზრი და ღირს თუ არა ორშაბათს ზაზა ხატიაშვილის მოწოდებულ ამ კანტორასთან აქციასთან მიერთება. ცხადია მე ზაზა ხატიაშვილს ძალიან ხშირად ვეთანხმები ბევრ საკითხში, ეს ის საკითხია, როცა მე ზაზა ხატიაშვილს ვეთანხმები. ყველანაირი პროტესტი, რომელიც იქნება იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ, ჩემი აზრით არის ლეგიტიმური ამ წუთას. მაგრამ პრობლემა არის ძალიან მარტივად გასაგები მანდ. იუსტიციის სამინისტრო გახდა სამინისტრო კი რა უკაცრავად იუსტიციის საბჭო გახდა პოლიტიკური ორგანო. იქ არიან ადამიანები თავმოყრილი პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით. ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალაუფლება, დანიშნონ მოსამართლეები, დისციპლინური საყვედური ან დისციპლინური ღონისძიებები განახორციელონ მოსამართლეების მიმართ. რაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სასამართლო არის პოლიტიკოსების მაკონტროლებელი.
აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი და ბალანსის დამცველი. და ამ ორგანოს ზედამხედველად ყავს ამ პოლიტიკოსების მიერ დანიშნული ადამიანები. როგორ შეიძლება ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი იუსტიციის საბჭო, რომლის მიმართაც მაღალი ნდობა იარსებებს ამ სისტემაში? მე არა ვარ მაღალი აზრის საქართველოს მოსამართლეებზე. ბევრჯერ გამიკრიტიკებია, მგონია რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სასამართლო სისტემა, მაგრამ მე მირჩევნია აი ეს სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი. ესენი გააკეთებენ ბევრ სიგიჟეს ბატონ დავით, მაგრამ საბოლოო ჯამში შანსი არსებობს, რომ რამე ისწავლონ და როდესღაც გახდნენ ობიექტურები. ამ სისტემის პირობებში რაც იუსტიციის საბჭო როგორც იქნება, მათი გამოსწორება შეუძლებელი იქნება, ჩემი აზრით, და მათი გაზრდა პროფესიული თვალსაზრისითაც იქნება შეუძლებელი. ჩვენ გვჭირდება სასამართლოს სხვა რეფორმა, ჩვენ გვაქვს გამზადებული პაკეტი ამასთან დაკავშირებით, თუ თქვენ როდესმე ამასთან დაკავშირებით გადაცემა გექნებათ, მე მზად ვარ სასამართლოს სისტემაზე თქვენთან და საზა ხატიაშვილთან ერთად ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ მეტი დრო არ გვაქვს სამწუხაროდ. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებდა. წახვიდოდით იმ იუსტიციის საბჭოს წინ. მე წავიდოდი თუ არა, არ ვიცი ფიზიკურად ვიქნები თუ არა აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ და არ ვიცი ზუსტად მოთხოვნები პირველად გავიგე დღეს თქვენგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ საზა ხატიაშვილი ისეთ არაფერს არ მოითხოვდა, რომელსაც მე არ დავეთანხმები. კარგით, მოდით მე იმას შემოგთავაზებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანია საზა ხატიაშვილის ეს მოთხოვნა და მე გირჩევთ, რომ მე პირადად არ მიყვარს ხომ სიარული ამ აქციებზე, მაგრამ წავალ მე. ეს კანტორა უნდა გავაჩეროთ, აი ნაციის ის უნდა იყოს ნება, რომ ეს კანტორა ამ კანტორას ცოტა ტორმოზები დააჭიროს და რა მინდა იცით გითხრა, არ ვიცი ახლა ჩვენ სხვადასხვა თაობის ისავართ. მე მქონდა პატივი და ბედნიერება 94 წელი იყო, 95 წელი. აი ამ ლიცენზიასთან დაკავშირებით რაღაც კონსულტაციაზე მირჩიეს, რომ ფანტასტიკური მოსამართლე ყავსო უზენაეს სასამართლოსო და გავიცანი ადამიანი, გუგული დევდარიანი იყო ესეთი უზენაეს საბჭოს ეს იყო მოსამართლე. აი ფიქრობდი ისი ნეტავი წამეღო დღიურივით რაღაც ბლოკნოტი რომ ჩამეწერა. ფანტასტიკური ცოდნის ადამიანი იყო, ინტელექტუალი იყო, იცი რა დონის. აი მართა გეუბნები, იაგო, აი ძალიან დიდი ქართულით მეტყველებდა. აი საოცრად განათლებული ადამიანი იყო და აი ისე მეკვეს ის შემოყვანა ესეთი მოსამართლეები აღარ არიან. და არიან აი მაპატიეთ რა არა ვარ მე სასაფრეული თქვენ ბრძანეთ რომ დიდი აზრი საშუალო დონის პოლიციელის მეტყველება აქვს ბევრ მოსამართლეს. ზოგი მოსამართლე ამ სისტემაშიც არის კარგი მოსამართლე. ზოგი, ეთახმებით, მეც იგივე აზრს. თუმცა ეს სისტემა არ იძლევა საშუალებას, რომ აქ მოსამართლეების ხარისხი განუხრელად იზრდებოდეს და შემთხვევითობა არ იყოს კარგი მოსამართლეები. ისეთი აგო ესეთი აი წინმალე მოსამართლე არის ჩემის აზრით, რა ვიცი, აღარ მინდა უკვე საუბარი მყავდა მე აი ხო მიშას რეჟიმის დროს და კონფლიქტი მქონდა იმასთან. მოიყოლია ხშირად. ისეთი წესიერი და პატიოსანი მოსამართლე იყო. თქვენაო რა გინდათ რომ ეს ტელევიზია გააკეთოთ, ათი და შეუთანხმდითო. და ისეთი აი რაღაც მაგნიტური ძალა ქონდა ამ კაცის სიტყვებს და შევითანხმდა ანზა და რაღაც კონტრაქტი დავდევით. რატო გიყვებით იცით ამას? და ამ ადამიანს 10 წელი გაუვიდა და ეს საბჭო, ეს იუსტიციის უზენაეს საბჭო შენაო ხშირად შანხარ ტელევიზორში და რა გინდა მოსამართლეს ტელევიზორში. აი ამ უზენაეს სასამართლოში ესეთი იდიოტები რო იქნებიან უზენაეს საბჭოში რომ ამას ეთქვიან მოსამართლეს. არ ვიცი რა. საერთოდ მოსამართლეა პროფესია, რომლის საქმიანობაშიც ჩარევა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩემი აზრით ჩარევა არის ჭკუის დარიგება მოსამართლეზე, როგორ უნდა მოიქცეს ის ტელევიზიაში თუ სადღაც. აი თუ გინდა გვარსაც გეტყვიეთ, გამختარი ბიჭია იმას უთქვია, რა უნდა ეგეთებს აი ამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მე არ ვიცი. მადლობა იაგო, მართა კარგი მოსაუბრე ხარ. არა, პირიქით, აი დამერწმუნეთ რამდენ საინტერესებს აი ეს სიტი პარკის ეს პრობლემა. ეგება მართა შევთანხმდეთ ყველა და აი ყველამ ვიფიქროთ პარლამენტმაც, მთავრობამაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ბიუჯეტს არაფერი არ მოაკდება. ეს ორი ცვლილება შევიტანო და ცოტა გონზე მოვიყვანოთ ეს, მაგაც რბილად რო ვთქვათ, უცნაური კანტორა. მადლობა ამ იდეისათვის, იაგო ხვიჩია გახდა ჩვენი სტუმარი დღეს გიჩიდან. მართა კარგი იდეები, ხო, თვიურად რაღაცა კარგი ულუფა შემოგაქვთ ქართულ რეალობაში და მახარებს ეს. მადლობა გესტუმრეთ. მადლობა ხალხო რომ გისმენით, ორ შაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.
კვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, უახლესი აპარატურა და მედიკამენტები, კარდიოლოგიური კლინიკა, გულის სასწრაფო დახმარება თქვენ სამსახურში.